Солидарობა შემაძრწუნებელი ადამიანურად და პოლიტიკურად სრულიად შემაძრწუნებელი ფაქტია. ოღონდ ეს არის ფაქტი, რომელიც ძალიან ლოგიკურად, ძალიან გასაგებად ახასიათებს რუსულ კრიმინალურ რეჟიმს, როგორათაც ჩამოყალიბდა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა. შესაბამისად, დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსულ რეჟიმში ცხოვრება ნიშნავს ადამიანების დაზიანება, დაზარალება, უსამართლობა, სისასტიკე, ამორალურობა, რაც გაუკეთეს ეხა ამ კონკრეტულ მომენტში გიორგი ბაჩიაშვილს. რა თქმა უნდა, სრული სოლიდარობა მას და მის ოჯახს. მე წარმომიდგენია, რამდენად მძიმეა ამის ყურება, როდესაც იცი, რომ ციხეში ასეთი რამე ემართება შენ ახლობელს და იმედი მაქვს, რომ ის ჯანმრთელობას ზიანი არ იქნება კიდევ უფრო ცუდი. თუმცა ყველაზე მთავარი არის, რა დასკვას გავაკეთებთ ჩვენ აქედან. რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტრო რას ამბობს და სახალხო დამცველი რას არ ამბობს და არ იძახის და არ მოქმედებს და ზოგადად ინსტიტუტები რას იტყვიან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის სწორედ თავად რეჟიმის მიერ ორგანიზებული გაუგონარი ძალადობა და სისასტიკე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ბრაზი ამ გვარი მოვლენების გავაქციოთ მოქმედებად და წინააღმდეგობად და გავაკეთოთ ერთი მარტივი დასკვნა, რომ კრიმინალებთან და ტერორისტებთან არ თანამშრომლობენ და ეს აქციელი არის კრიმინალური, ტერორისტული, მოტაცებული პრაქტიკულად პირადი ტყვის ფულის ამოსაღებად ადამიანის წამება, ეს არის ტერორიზმი და კრიმინალური საქციელი რეჟიმის მხრიდან და მათთან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმიტომ კი არა, რომ გაბრაზებული ხარ, იმიტომ რომ თანამშრომლობა ახანგრძლივებს მათ არსებობას და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს წინააღმდეგობა, დელეგიტიმაცია, არ თანამშრომლობა, არ დამორჩილება და ამგვარად მათი სისტემის დემონტაჟი. სწორედ ამ არ თანამშრომლობისთვის ჩვენ 19-ში 19 საათზე თესეულსთან გვექნება აქცია, 8 პარტიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ დავაანონსეთ და დიახ, წინააღმდეგობა და ერთობა ამგვარი რეჟიმის წინააღმდეგ არის ერთადერთი გზა მათი ჩამოცილების. კი ბატონო, და ამ კონტექსტში კითხავთ მაშინ ქალბატონო ელენე, აი რა სიტყვით იმ ერთობაზე, რომლის რაღაცა მემორანდუმი გაფორმდა, დღეს გულისხმობ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს და გიორგი გახარიას გუნდის თანამშრომლობას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მათ საერთო კანდიდატებიც ეყოლებათ. მე ვიცი, რომ თქვენ სკეპტიკურად უყურებთ ზოგადად არჩევნებში მონაწილეობის საკითხს და ვიცი თქვენი საკმაოდ კაფეო პოზიცია, მაგრამ მაინც კითხავთ, ფიქრობ თუ არ არის რაღაცა გაერთიანებული ძალებით, არ ვიცი, უფრო ეფექტური შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მე ეჭვება, რადგან ვიცი თქვენი პოზიცია, მაგრამ მაინც დაგისვამთ ამ შეკითხვას. სკეპტიკურად კი არ უყურებ, გულწრფელად გეტყვით, რომ გულის ტკივილით უყურებ ჩემ ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებიც ამ ვითარებაში არ ვიცი, რიჟვაძეზე რაც მოხდა, მზია ამაღლობელზე რაც ხდება, პატიმრებზე რაც ხდება, ზურა ჯაფარიძე რამხელად ტკივილი განიცადა, ბაჩიაშვილზე დღეს რაც მოხდა, აი ამ პოლიტიკურ და ზოგადად არაადამიანურ უწესობის, სრული უწესობის ვითარებაში, მე როდესაც ვხედავ პოლიტიკოსებს, ხო, და არ აქვს მნიშვნელობა რამხელა პარტია, პატარაა, დიდია, ისინი დღეს ნამდვილად დღის წესრიგს ვერ განსაზღვრავენ ამ რაღაცა ხელოვნური მემორანდუმით ყალბ პროცესში შესვლით, მაგრამ გული მტკივა გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის სრულიად სიტუაციისთვის შეუფერებელი, არაადეკვატური და მე არ მინდა რომ ჩემ მეგობრებს ყოფილ თანამებრძოლებს ამ მდგომარეობაში ვხედავ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ეს არჩევნები არ არსებობს. ადამიანი, ანუ არათუ არჩევნები და ინსტიტუტები არ არსებობს, არანაირი წესი არ არსებობს. ეს არის კრიმინალური რეჟიმი. შესაბამისად, ნებისმიერი თავის მოტყუება დავარქვათ თუ გნებავთ, თუ თამაში აი ამ კრიმინალებთან, ეს არის უბრალოდ ამ რეჟიმისთვის ხელის შეწყობა. ერთადერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის სრული უმრავლესობა პროცენტულად, რაოდენობრივად, მათ შორის ამ ჯგუფის ლელოს ყოფილი კოალიციის წევრებიც არიან ართანამშრომლობის ბრძოლის და დელეგიტიმაციის პოზიციაზე და ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს არის არა კომენტარები გავაკეთოთ, თუნდაც რაც უნდა გულსატკენი იყოს ეს, მე ნამდვილად არ არის ჩემი ამოცანა, რომ გაუთავებლად ვილაპარაკოთ, როგორ არასწორად იქცევიან ჩვენი ყოფილი პარტნიორები. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ართანამშრომლობის და დელეგიტიმაციის ბრძოლა, რომელიც დაწყებულია, რომელიც ახალი ეტაპი დაიწყო ამ 8 პარტიის გაერთიანებით, მივიტანოთ მართლა ყველა სახლამდე, ყველა მოქალაქემდე, რომ ყველას ესმოდეს, რომ ეს არის არა უბრალოდ უარის თქმა რაღაც არჩევნებზე, არამედ ეს არის დელეგიტიმაცია, რომელიც დაანგრევს ამ კრიმინალურ რეჟიმს.
კი ბატონო და ქალბატონო ელენე ბოლოს მინდა რომ ისევ რაღაცა ერთიან კონტექსტში განვიხილოთ ის რაც ხდება რაც მოხდა ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, რაც მოხდა თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით და მთავარი რაც მინდა გკითხოთ, აი ქართული ოცნების, აი ჯერ კიდევ რომ რჩებიან ოცნების რიგებში და აი მათი ამომრჩევლისთვის აი რისი მაჩვენებელი უნდა იყოს რეალურად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბაჩიაშვილიც ივანიშვილს წარმოადგენდა ერთ დროს და თორნიკე რიჟვაძეც იყო სწორედ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი. ამ მოვლენამ ცხადყო, რომ არ არსებობს პოლიტიკური პოზიციის, სოციალური ჯგუფის, ფინანსური შესაძლებლობის თუ სხვადასხვა ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ არის მოწყვლადი, რომელიც არ არის საფრთხის ქვეშ. მათ შორის პირდაპირ სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ. აქ აღარ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე. ეს არის სრული აღვერახსნილი წესების გარეშე ბრძოლა, რომელიც ივანიშვილმა გამოუცხადა მათ შორის საკუთარ უახლოეს ადამიანებს სულ ცოტა ხნის წინ. და აი ეს ქართული ოცნების მისია, ეს მინიონები, მონები ივანიშვილის, ხო? ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ნებისმიერ წამს თავადაც შეიძლება ამ უწესობის და ბოროტების მსხვერპლი აღმოჩნდნენ და ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სრულიად ამორალურები არიან, როდესაც გუშინდელ მეგობარს აი ესე ეპყრობიან და ხმას ვერ იღებენ, არ იღებენ, არ აქვს მნიშვნელობა შიშით თუ კომფორტის ზონაში ყოფნით თუ რისთვის, მაგრამ ეს არის გახრწნილობის ისეთი ხარისხი, რომელიც უკვალოდ არავისთვის არ ჩაივლის. ამიტომ ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში და ყველაზე მეტად ჩვენ ისინი ვინც ვიბრძვით, ცემაც გვინახავს, დაკავებებიც გვინახავს, ყველაფერი გვინახავს, ყველანაირი უსამართლობა, მაგრამ ეს დასაფიქრებელი უნდა იყოს მათ შორის ამ სისტემის ნაწილისთვის, რომ ერთმა კაცმა, რაც არ უნდა ფულის კონდეს, ესეთი ადამიანურობის დაკარგვამდე როგორ უნდა მიგიყვანოს შენ არ აქვს მნიშვნელობა რომელ გუნდში ხარ დღეს. ეს არის ყველაზე მეტად დასაფიქრებელი და რაც უფრო დიდი ხანი იქნებიან ამ მონობაში, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვისვე ამ რეჟიმის დასასრული. გასაგებია, მადლობა ქალბატონო ელენე, ვიცი რომ 5 საათზე გეგმავთ თქვენი კოალიციის სახელით მაყურებელსაც ვეტყვი განცხადების გაკეთებას. კი ბატონო, დაგემშვიდობებით, მადლობა ჩართვისთვის, ელენე ხოშტარია პასუხი